და როგორც გვახსენეთ, უამბობენ პრობლემების შექმნა საავტომობილო გზებზეც, გავრცელებული ინფორმაციით შეზღუდვები ნაქერალას გარდა დაწესებული იყო გოდერძის უღელტეხილზეც. ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისგან გიორგი კობერიძისგან ვეუბნებით. საღამოშთობისა ბატონო გიორგი. საღამოშთობისა. რა ამჟამად ნაქერალასა და გოდერძის უღელტეხილებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ თოლში ჩარჩენილი იყო რამდენიმე მანქანა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო და მოსახლეობას მოუწოდო, რომ მომინდობის გამო შექმნილი პირობების გამო პანიკის საფუძველი არ გვაქვს. მუნიციპალიტეტები ადგილზე შექმნილ სიტუაციას დღეს ამ მდგომარეობით უმკლავდებიან. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა ამ წუთის მდგომარეობით თავისუფლად შესაძლებელი არის გარდა გოდერძის უღელტეხილისა, სადაც ღამით მოვიდა დაახლოებით 9 მეტრამდე თოვლი. ამ მონაკვეთზე ტრადიციულად ყოველწლიურად ამ დროისათვის შემოდგომის მიწურულს ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით ყოველთვის გვიხდებოდა მოძრაობის შეზღუდვა. რაც შეეხება ნაქერალას მონაკვეთს, აქ 12 საათიდან პირველის ნახევრამდე იყო მოძრაობა შეზღუდული, ვინაიდან სავალ ნაწილზე თოვლის საფარის გამო მოცურდა რამოდენიმე ორი ავტომობილი, შესაბამისად საგზაო დეპარტამენტის მიერ უმოკლეს ვადებში იქნა მოძრაობა აღდგენილი. ანუ რომ დავაკონკრეტოთ, არის თუ არა ამჟამად სხვა შეზღუდვები დაწესებული ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გარდა უღელტეხილების? ტრანსპორტის სხვა შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით საქართველოს მასშტაბით გარდა გოდერძის უღელტეხილის ამ წუთის მდგომარეობით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველა ის პრობლემა უпростоრად ნაქერალაზე ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად იქნა შეზღუდვა მომხდარი, ნახევარ საათში იქნა ოპერატიულად აღდგენილი. ბატონ გიორგი, სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდი უახლოესი დღების განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება. საინტერესოა, რამდენად მომზადებული ხდება თქვენი უწყება სეზონს, აი რა კეთდება მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად? დღეს მდგომარეობით კიდევ მინდა აღნიშნო და მოუწოდო მოსახლეობას, რომ პანიკის საფუძველი არ არის. საჭიროების შემთხვევაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგზაო დეპარტამენტთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად არის სრულზადყოფნაში მობილიზებული. აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ შესაბამისად ჩავერთოთ და სათანადო ორგანიზებები და სამუშაოები განვახორციელოთ. ძალიან დიდი მადლობა. კურიერის კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე პასუხობდა.